გამარჯობათ, მე ვარ ნიკოლოზ გელაშვილი და დღეს მე წარმოგიდგენ თუ როგორ უნდა გადავიღოთ ბანდიკამი და როგორ დავაყენოთ მისი სეტინგები. პირველ რიგში შევდივართ ინტერნეტში, შემდეგ შევდივართ აი ამ საიტზე bandicam.com. როცა შევალ bandicam.com-ში ვისცემთ free downloads და შემდეგ download bandicam. შემდეგ ჩვენ გავიხსნის bandicam-ის ფაილს, რომელიც უნდა შევინახოთ. ახლა მე გამოვთავ, მე უნდა დავაინსტალიროთ, უნდა მივყვეთ, შეგვიძლია შევარჩიოთ ენა, ასევე აქ არის ქართული ენაც. მე დავაყენე ქართულ ენაზე, მაგრამ ისევ ინგლისურზე დავიყენა, არ ვიცი თქვენც ცადეთ. კარგი, როდესაც გადმოგეწეება bandicam-ი, შევდივართ, გავეხსნება ასეთი რაღაც. ჩვენ ვიდეოს გადაღება თუ გვინდა მაგალითად თამაშის დროს, აი ვაწყებით ამას და მერე ამას. აი ამით შეგვიძლია ვიდეოს გაჩერებაც და ვიდეოს გადაღების დაწყებაც. ჩვენ ახლა აი აქ ვიდეოში უნდა შევდივართ ვიდეოში უნდა დავაყენოთ სეტინგები, აი 103 სეტინგი. აი ეს არის აი ასეთი რაღაც მაუსის მაუს ვაჭერ, იმის ეფექტია, მაგრამ ჩვენ არ გვინდა. ჩვენ შეგვიძლია რომ გადავიღოთ სურათით, აი ამით, ამ რაღაცით. ჩვენი გადაღებული ვიდეოები ინახება აი ამ ფაილებში, აი ესაა ჩემი გადაღებული ვიდეოები. ჩვენ შევდივართ სეტინგებში და ვაყენებთ თუ გვინდა რაღაც ეს არის ხმა, სადამდე გვინდა რომ ისმოდეს, მე 100%-ზე მოვაყენებული. ეს არის რომ საერთოდ არ ისმოდეს ხმა. ეს არის რომ ხმა საერთოდ არ ისმოდეს, მაგრამ როდესაც გვინდა მუსიკის დადება, აი ამას დავაყენებთ. ეს ეხლა მე მიყენია microphone audio device-ი, აქ ისმის ჩემი ხმაც და ასევე სხვისი ხმაც. ისევ ამას დავაყენებ. შემდეგ გამოდივართ და როდესაც გამოვალთ და ასევე შეგვიძლია ვიდეოს გაჩერება და გაგრძელება. აი ამით, აი მიგითითებთ, აი აქ პაუზ რო წერია. მოდით მეგობრებო, მე მგონი მე ყველაფერი აგიხსენით. დღეს მე ამით დაგემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად.